შევ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში აი ამ საოცარი სანახაობით. საუბრობთ მრავალშვილიან დედებზე და თუ როგორ უმკლავდებიან აი ამ საოცარ ბავშვებს ისინი თან მუშაობენ და თან აი ესე კარგად გამოიყურებიან. დღეს გავარკვევთ თან საქართველოში დემოგრაფიულ მდგომარეობასაც. ესე იგი სანაცვლოდ წარმოადგენს სრულიად გაოგნებულიო, როგორც სიმშვიდით რაღაცნაირად აგვარებენ ზოგი 7 შვილთან საქმეებს, ზოგი ხო 10-თან და ზოგი 5-თან. ქეთა ლორთქიფანიძე 5 შვილის დედა, რომელიც დღეს ხო 3-ით მოვიდა ჩვენთან, ხო? რატომ მარტო 3-ით ის 2 სად არის? ინსტიტუტში, სკოლაში. ღმერთო, ჩემო მას ყავს სტუდენტის შვილი. ასევე მე მინდა ნათი ანთია გაგაცნოთ, რომელიც 7 შვილის დედა არის, დღეს მოსულია მხოლოდ 6-ით, 5-ით. ის 2 სად არის? სკოლაში. სკოლაში, ინსტიტუტში არა და კიდევ ერთი არჩეულებრივი დედა ქაბატონი მაკაჯიფუტი, რომელიც 9 შვილით არის მოსული დღეს ჩვენთან, ერთი სახლში, იმიტომ რომ პატარა არის და სულ რაღაც 6 თვის არის. მე მყავდა ერთ გადაცემაში მოყვანილი ალექსანდრე, ერთი შვილი. მყავს და უკვე ცხვენია, არ ვიცი. როგორ ნერვიულობდი გოგოებმა. იციან რომ ვაიმე, რა ვქნა ეხლა რას გააკეთებს და ეხლა თქვა რომ შვიდად სხედხარ და აი მართლა რა თეთრი შურით მიშოვე. შვიდად არა, ოლიმპიური სიმშვიდით ვიტყოდი და თქვენ ის ნებართვით ქეთას მინდა ვკითხო, ქეთამ თქვა როგორ მინდა კიდე შვილიო. ანუ 5 არ არის ხო ის საკმარისი რაოდენობა ბავშვების, რომელიც შენ გაკმაყოფილებს. აი, როდესაც პირველი გავაჩინე, იმის მერე ვოცნებობდი რომ ყავდა 7 შვილი, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ამაზე ვარ გაყინული და ნახოთ ღვთისნება. და რანაირად გამოიყურება 5 შვილის დედა? არა, ნუ თვითონ არის ხო გასათხოვარი გოგოსავით გამოიყურება რა. ვერაფერ ვერ წარმოვიდგე რომ 5 შვილი ყავს. არა, მყავს. რა ასაკის ყავთ ბავშვები? უფროსი ხდება 20-ის, მერე მყავს 15-ის, 8-ის, 7-ის და 6-ის ხდება პატარა. 20-ის გამოიყურებით. ყველა როგორ ახერხებთ ამას? ამდენი შვილი. ეხლა ვეკითხებოდი რეკლამის დროს სანამ ბავშვები დაალაგდნენ რომ სადილს რამ ხელაქვაბით აკეთებთ მეგია. ჩვეულებრივათო როგორც ყველაო ისე. აი როგორც დღეს უკეთდება, ალბათ დღესვე მთავრდება, ხო ის სადილი. და ჩვენ ახლა ისე კარგად რომ გამოვიყურებოთ, ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი, გაგეცნობით რომ გვაქვს ჩამოყალიბებული მრავალშვილიან დედებს, ორგანიზაცია არსებობს ესეთი გენი ქართული, რომელიც უშუალოდ დედებმა დავაფუძნეთ, მრავალშვილიანმა დედებმა და თითქმის ყველას ყავს 12, 10, 7, 8, ну ასეთი რაოდენობით და ფიქრობთ რომ ჩვენი მიზანი არის რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტად აი ამ კუთხით, დადებითი კუთხით, რომ მრავალშვილიანობა არის ბედნიერება, არის იჯანსაღე, ხარ განვითარებული, წარმატებული და შენი შვილები. მაგრამ მოდი ვთქვათ რომ ესე მარტივი არ არის რომ ასე აიღო და პირდაპირ 10 შვილი გააჩინო, თან კარგად გამოიყურებოდე, ნერვებიც გქონდეს მშვიდი. რაში ეს საქმე, როდესაც ყველაფერს უდგები სიყვარულით და სიყვარულით აკეთებ. იქ არც დაღლილობაა და არავინ არ თქვას რომ მე ვერ შეძლებ, ყველა შეძლებს. არიღლებით არასდროს. როგორ არ ვიღლებით, მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლილობაა, მაგრამ არასოდეს, აი, პალალად ვიტყვი, არასოდეს არ შემშურდება 1 და 2 შვილიანი დედის, რაც არ უნდა დავიხალო და სწორედ იცით ის მომენტი, რომ ჩემს უკან 7 შვილი დგას, უფრო მეტ ენერგიას და ძალას მაძლევს იმისას, რომ უფრო კარგად გამოვიყურებოდე, უფრო ჯანმრთელად ვიყო. უბრალოდ მე უფლება არა მაქვს, რომ არ ვიყო ჯანმრთელი. ალბათ ისინიც უკვე ერთმანეთს ეხმარებიან, ერთმანეთს ასწავლიან რაღაცებს და ანუ შრომა უფრო იცით, თვითონ ბავშვებიც ისეთ თვისებებს იძენენ ამ მრავალშვილიან ოჯახში, რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს ეს შემდეგ მათ ნორმალურ პიროვნებებად ჩამოყალიბებას, მეგობრობას, ანუ გუნდურას ცხოვრება. იცით, ახლა სათითაოდ ამაში არ ჩამოვთვლი, მაგრამ აი ერთს გამოვყოფ, ნუ ძალაუნებურად ხდებიან დამოუკიდებლები და თუნდაც დღეს რომ მე შემიძლია თამამად თქვა, რომ ძალიან ბევრჯერ თავს გრძნობ, როგორც შეიძლება ელემენტარულად თავი იგრძნო 3 შვილიანმა დედამ და მაქვს მომენტები, როგორც 2 შვილიანმა დედამაც. ეს იცით, უფრო იმით არის გამპირობებული, რომ ოჯახში ბავშვები ძალაუნებურად ეჩვევიან დამოუკიდებლობას. ერთმანეთის ზრდიან. კი, ნამდვილად, უფრო მეტად მიზანდასახულები ხდებიან და აი ერთ თვისებას მართლა გამომყავდი მზრუნველობას. უფროსები ზრდიან პატარებს, ზრუნავენ ერთმანეთს. ეხლა იქ ისეთი ამბავია, რომ გაგვარკვიოთ რომელია თქვენი შვილი, გაგვაცნოთ. ბიჭებო, გითხარით, როგორ ეხმარებით მშობლებს? თქვენ თუ გამოდის, რომ თქვენ მშობლების თვისებები შეითავსეთ, ჯერ არ ხართ მშობლები, მაგრამ ხო, ძალიან გავს. უკვე იცით როგორ უნდა მოუვაროთ ბავშვს, კი, მიკროფონში. რა ვიცი, პირველი მესამე 8 წელია ჩემსა და პეტრეს შორის სხვაობა. მაშინ ცოტა პატარა ვიყავი და მესამე ძმა რომ მიჩნდებოდა, ძალიან გახარებული ვიყავი და ემოციებში ვიყავი და გაკვირვება იყო. მერე უკვე აი მე-5, მე-3 რაღაც მე-6 რეაქცია აღარ მაქვს. აი
დედა ორსულად ბავშვობა, ნუ ყველას უხარია მე წინაროძიოდი. ანუ ჩვეულებრივი ამბავია ხო, უკვე ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და ყველაზე პატარა რამხელა? ყველაზე პატარა 6 თვის. 6 თვის და შენ ჩართული ხარ, თქვა შეგიძლია რომ გამოუცვალო საფენი? კი, იმიტომ რომ პეტრი არის ჩემი გაზრდილი რა. რა მაგარია პეტრი არის ჩემი გაზრდილი. ანუ მე მქონდა ინტერესი რომ გამიზარდა და ვიტოვებდი, ვაძინებდი. ბრავო. თვითონ როგორი მამა იქნება წარმოგიდგენია? წარმოიდგინეთ მართლა როგორი მამა იქნება. ვემზადები მამა. რაღაცა ხდება. კარგი პრაქტიკა მივცეთ, ანუ შევებს მიცემ ძილებს ნამდვილად. პრობლემა არ გვაქვს. თან ერთ ბავშვი არ იტოვებენ, ბევრი შეუძლია ერთად მოუვამ. კი, ჩვენ დავდივართ ბალეტზე ერთად, სიმღერაზე ერთად და ერთობით ხოლმე ეს ბალეტზე? კი, მარიამი დადის ბალეტზე. მარიამი არის ძალიან თბილი და კომუნიკაბელი. და ჩამკოცრა შენ ტელევიზორში ხარო. შენც ხარ ახლა მარიამ ტელევიზორში რო იცოდე. მარიამ ბალეტი გიყვარს? კი. შენ ეხმარები დედიკას? ხანდახან. ანუ პატარებიც გეხმარებიან. ანუ ეს რა არის იცით ოჯახში ისეთი სიტუაცია, ანუ ყველა ერთმანეთს ეხმარება. სხვა გზა არ გაქვს, ანუ ეს არის თქვენი ჩვეული რითმი. ხო, ვერ დაждდები და ვერ უყურეთ როგორ რაღაც ფუჭდება ან ხო, მაგრამ აი არ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ ეცადინეობ ან რაღაცა მეგობარია შენთან მოსული და რო არ გაცდიან, გიშლიან, ოთახში გივარდებიან. ესეთ შემთხვევები რა თქმა უნდა, აი რომ სახში არ ჩერდები ხოლმე, ძირთადად გადიხარ სახლიდან. მეგობრები ყავს მაგის რო უცებ გავეცალოთ რაღაცა პიქს. თქვენ გადიხართ სახლიდან. ერთი კითხვა მშობლებთან, ეხლა ძალიან ხმაურია ჩემთვის, მე არა ვარ მიჩვეული. თქვენთვის ეს არის ჩვეული ხმაური, ხო? იმიტომ რომ სახში ალბათ სულ ეს ხმაურია. ოჩახ. მაგარია. შურს, ცუდია შური, მაგრამ შურს. ხარ და მე ვფიქრობ, რომ ბავშვებიც აი ხა დღევანდელ დღეს რომ რეალიზებულები იყვნენ, ალბათ მრავალშვილიან ოჯახებში არის ის დადებითი თვისებები, რაც ბავშვმა უნდა შეიძინოს, რომ შემდეგ კრიზისები დაძლიოს და პიროვნული განვითარება პოვა. არა, გარდა ამისა, დემოგრაფიული პრობლემა საქართველოს გადაშენების ზღვარზე, როგორც ამბობენ, ქეთა დაეხმარა, თქვენც დაეხმარეთ, რომ გავიზარდოთ. ნანიკო, საერთოდ დღეს ამ სოციალურ ქსელთან ერთად ტელევიზიას ძალიან დიდი ძალაუფლება გაქვს. და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად ასეთი გადაცემები ძალიან ხშირად უნდა გააკეთოთ მრავალშვილიან ოჯახებზე და აჩვენოთ მრავალშვილიანობის დადებითი მხარეები და უმეტესად ამას აქვს დადებითი მხარეები, ვიდრე უარყოფითი. იმიტომ რომ ეს პირველ რიგში მიმართული იქნება ახალგაზრდებისკენ და სწორედ ესეთი დედები უნდა წარმოვაჩინოთ, რომელთაც ყავთ ამდენი შვილი და პროფესიულ თვალსაზრისითაც არიან დედები არიან, არამედ როგორც მსახიობს, აი რამდენად რთული იყო ამ ყოველფრის შეთავსება, ხომ მსახიობობა ეს არ არის ის პროფესია, როდესაც თქვათ რაღაცა შეფარავ და ამალავ დროებით რაღაც შენ თვითონ აწყობ შენს გრაფიკს და განრიგს და არანორმალური კომპლექსი რომ თამაშობდი დიდი მუცლით ერთადერთი პრობლემა ანუ შენ არ გაჩერებულ ხარ არ გავჩერებულ ვარ მართლა იმიტომ რომ სუმქანა გადაღებები სუმქანა სპექტაკლები კავკასიური ცარცის წრე ვითამაშე კვირას ორშაბათს იყო შუაქალაქი სამშაბათს და ოთხშაბათს უკვე გადაღება და ხუთშაბათს მე მახსოვს რომ 3 დღე იყო გასული რომ მოვიდა გადაღებაზე ისევ შუაქალაქში და პირი დამრჩა. მაგრამ ეს ამდენი დრო საიდან გაქვთ? აღზრდა ხო უნდა ამ ბავშვებს? ახლა თქვენ ახსენეთ სწავლა, გაკვეთილების მომზადების დროს მიხმარება და მატერიალური შესაძლებლობებით, ფინანსებით ამ ყველაფერთან ერთად ვაღიაროთ. ცხოვრობ უფრო დროს სწორად ანაწილებ ყველაფერს. 24 საათი ყოფნით ამისთვის? არა, 24 საათი არა, ნუ განმავლობაში ღამე უკვე ფიქრობ დაგეგმო დღეს სწორად და გადაანაწილო და ეს უფრო აი რაღაცა უფრო აქტიურად ხარ და მობილიზაციას უწევს აკუთარ თავს, რომ იყო აქტიური და სწორად გამოიყენო დრო. აი 2014 წლის მონაცემებს გეტყვით, საქართველოში დაიბადა 13636 ბავშვი, 14 წლის მონაცემებს რომ გადავხედოთ, ნამდვილად გაუმჯობესებულია შობადობა. 2003 წელი იყო ყველაზე ნაკლები შობადობით გამორჩეული და 2009 წელია ყველაზე მეტი შობადობით. ასეთ გაუმჯობესებულია სიტუაცია. ხო, ალბათ აი პატრიარქის ინიციატივამაც უნდა გითხრათ, თვითონ გაეროს დასკვნითი კვლევებით. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა კატასტროფის პირასაა დემოგრაფიული მდგომარეობით. ანუ მიუხედავად ამ მონაცემის. იცით, სწორედ ამ ვითარებაში ჩვენ უბრალოდ მრავალშვილიანმა დედებმა თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რაღაცა გავაკეთებინა ამ კუთხით, გავერთიანდით და იმიტომაც შეიქმნა ეს ორგანიზაცია გენი ქართული, რომ მოუწოდოთ გენი ქართული ემსახურება
ეხება მრავალშვილიანობის პოპულარიზაციას ქვეყანაში და ვახალისებ ჩვენ გვინდა ასეთი ოჯახების წახალისება, მხარდაჭერა იმისთვის რომ მეტი შვილი იყოლიონ და ამითი დემოგრაფიული პრობლემა მოვაგვაროთ და რაც მთავარია რომ ესენი წარმოვაჩინოთ ეს ოჯახები რომ ისინი მისაბაძნე გახდნენ ახალგაზრდები. ნამდვილად მისაბაძები ხართ რომ გიყურებთ, აი რა ვიცი, თქვენ ადგილას მინდა ყავთ. გენი ქართულის იდეა და მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენი მიზანი არის რომ გავხადოთ მისაბაძი, მისაღები, საზოგადოების სტერეოტიპის მხრევლობთ და ამისთვის ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს, ეს არის საზოგადოებრივი, სოციალური და საკანონმდებლო ხართ დაკავებული. ამაზე გადავალთ მოგვიანებით, ჯერ ვისაუბროთ ზოგადად შვილების ოდენობაზე. იცით რა მაინტერესებს ხა, გასაგებია, კარგია ძალიან ბევრი შვილი, მაგრამ ბევრს უნდა, მაგრამ არა აქვს ამის შესაძლებლობა. ასეც ხო არის. ასეთი შეკითხვა მაქვს, აი, ვიცი რომ 9 წლის წინ მესამე ბავშვზე იყო 200 ლარიანი დანამატი. ეხლა როგორი მდგომარეობაა? რეგიონებში არის. გააქტიურებულები რომ არანაირი დახმ, კი რა, ცნება ზოგადად სტატუსი არ არსებობს მრავალშვილიანობის, დედა, მრავალშვილიანი დედა. ოჯახი არ არსებობს ზოგადად. არანაირი არა, მაგრამ 200 ლარიანი დანამატი არის. აი, ის არის, ზუსტად აქ არის საქმე, რომ არის ეს გაიგივებული სოციალურ დაუცველობასთან და ჩვენ გვინდა რომ ეს გაუმიჯნოთ, რომ მრავალშვილიანობა არ იყოს. ეს მეტი მაღალმთიან რეგიონებშია მხოლოდ ეს დახმარება. საქართველოში ესეც არის. მშობელი ყოველთვიურად იღებს 200 ლარს. ძალიან მცირედი რომ მოგვარდეს დემოგრაფიული პრობლემა. აი ძალიან კი ნამდვილად თბილისში დახმარება არ აქვს. მხოლოდ რეგიონებში დაუცველია. ჩვენ ვფიქრობთ რომ სოციალურად დაუცველობა კი არა, პირიქით მისაბაძები უნდა ვიყოთ იქ და წახალისება მიცეთ ახალგაზრდა ოჯახებს. იცით ხოლმე მრავალშვილიანები, იმიტომ იმ ხელა გადასახადებით ჩვენ ხო ძალაუნ მაინც მეტის გადახდა. მაგერო თავისუფლებოდა. ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ზუსტად ჩვენთან, რომ ჩვენ ერთად ვემსახუროთ ამ მიზანს. თუნდაც თქვენ ტელევიზიებმა გააშუქოთ მრავალშვილიან ოჯახებზე გააკეთოთ გადაცემა. ჩვენ ჩვენი სხრივ და დიდი ენთუზიაზმით ავაკეთებთ ამას დედები და ჩვენი გამოცდილება უნდა გავიზიაროთ. მაგრამ თქვენი ძალისხმევა მარტო არ არის. სიუჟეტი ვნახოთ თუ შეიძლება. სიუჟეტში მრავალშვილიანი ოჯახია, რომელსაც სამწუხაროდ ძალიან უჭირთ და იმედია გამოსწორებდება საქართველოში ესეთი მდგომარეობა. ვნახეთ. იზო ნიქაბაძე 4 შვილთან და მეუღლესთან ერთად მხოლოდ სოციალური დახმარებით ცხოვრობს. ოჯახში არავინ მუშაობს. სახელმწიფო ყოველთვიურად 500 ლარით ეხმარება. თანხა მარტო კომუნალურ გადასახადებისა და კვებისთვისაა საკმარისი. აი როცა ავიღებთ სოციალურს და ახალი აღებული გვაქვს, მაშინ ვყიდულობთ ხილსაც, აი ესე თევზს და ეგეთებს და ძირითადად ვყიდულობთ კარტოფილს, მაკარონი და ესეთ რაღაცებს. დიასახლისის თქმით, ავადმყოფობის შემთხვევაში ტანსაცმლისა და სხვა ხარჯებისთვის ოჯახს დამატებითი შემოსავალი სჭირდება. დამატებითი რო იყოს შემოსავალი, სამსახურიც რო იყოს, მაშინ მართლა ყველაფერი საკმარისი იქნებოდა, ანუ ბავშვებს მივაქცევდი იმ ხრივ ყურადღებას, ძალიან მთხოვს ერთი გიტარაზე შესვლას, მეორე ცეკვაზე შესვლას და ვერ შემყავს. მალე ოჯახს ახალი წევრი შეემატება. იზო 6 თვის ორსულია. სამშობიარო ხარჯების დასაფარად ცოლ-ქმარი მხოლოდ სახელმწიფოს დახმარების იმედადაა. ძალიან სამწუხარო რეალობა ვნახეთ ახლა ჩვენ, მაგრამ კარგია რომ მათყავთ ამდენი შვილი. უნდა გააშუქოთ თქვენ რომ დედები, რომლებსაც ასეთი პირობები აქვთ, აჩენენ შვილებს და ხდებიან მრავალშვილიანი. დედები, რომელსაც აქვთ საშუალება და მინდა გითხრათ ალბათ, ვერ შემეწინააღმდეგებით, რომ ქვეყანაში არის ოჯახები, რომელთაც აქვთ საშუალება 4 შვილი მაინც გააჩინონ. კი, სხვათა შორის, რაც უფრო შეძლებულია და მატერიალურად უზრუნველყოფილია, ისინი ფიქრობენ, გავაჩინო თუ არა კიდევ შვილი და რაც უფრო ნაკლებად არიან უზრუნველყოფილი, ისინი აჩენენ და აჩენენ. შიშის მომენტი და ვერ აჩენენ. იმიტომ რომ გაჩენას უნდა მართლა აღზრდა, ყურადღება, ფული და ძალიან ბევრი რამ. ერთი შვილი ყავთ, 2 შვილი და მაინც უჭირთ, ხო? ამიტომ გაიგივება მხოლოდ მრავალშვილიანობის აი სირთულე. არა, არაფერს არ ვაგივებ. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ სახელმწიფო დახმარება უფრო დიდი ერთი რამე მინდა ვიკითხო, მაგალითად ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომელიც თვითონ არის აღზრდილი მრავალშვილიან ოჯახში, 5-6 შვილიანში და ის მაგალითად ხშირად მეკამათება, იცი რა, მე აი ასეთ შეცდომას ხშირად გამიგია ესეთი რამ, რომ არასდროს არ გავაკეთე. რაში მდგომარეობაში ჩემშვილის ისეთ მდგომარეობაში, როგორიც მე გავიზარდე. მე ალბათ დავსვამდი კითხვას, რომ აი ესეთი ოჯახის შვილები რას იზამენ მომავალში. თუ მათ არ დაეხმარათ სახელმწიფო, აი ეს მინდა ვთქვა. ბოდიში უკაცრავად დავასრულებ. მე მაგალითად, როდესაც მე-5 შვილი გამიჩნდა, დავიწყე ზრუნვა იმაზე, რომ ერთ-ერთი ხელფასი მაინც მე მაშინ სამადგილას მუშაობდი, ერთ-ერთი ხელფასი მაინც არ მოყოლილიყო ბეგარაში. ანუ არ დამბეგროდა. მე არ ვითხოვდი არც დახმარებას, არც
რამე შეღავაც გარდა იმისა, რომ ჩემი კუთვნილი ხელფასი ამეღო სრულყოფილად და სახელმწიფოს არ ჩამოეჭრა ეს 20%. რაზეც მე მაშინ გამეცა პასუხი, რომ მხოლოდ 8 შვილიან დედებს აქვს ამის უფლება, იმ შემთხვევაში თუ 8 შვილი არის არასრულწლოვანი. არ ვიცი, რამდენად ეს ეხლა არის, რამდენად ეს კიდევ ძალაშია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ასე იყო. აი, ეს მაინც რო იყოს მოგვარებული, რომ მე რაღაცით მაინც ვიგრძნო. აი ამ საკითხებით უნდა მიდაკავშირებით, ახლა ჩვენი ორგანიზაციას აქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მონაცემთა ბაზის შექმნას, ანუ გამოვიყო რეალურად მონაცემთა ბაზა. არ არსებობს რეალურად, რამდენი მრავალშვილიანი დედაა რა, გამოიკოთეს მათი პრობლემატიკა. წარმოუდგენელია, როგორ არ არსებობს ბაზა. არ არსებობს სტატისტიკური აღრიცხვა. როგორ 8-9 წლის წინ გამგეობაში მუშაობდი მე და ჩვენ რაიონულ ერთეულებში ვქონდა და ყოველდღიურ დახმარებას შეფობა ავიღეთ ორგანიზაცია გენი ქართულმა და გვინდა ეს გამოვკვეთოთ პრობლემატიკა, რაოდენობა და მე ზოგადად წავდგეთ უკვე კონკრეტული პროექტით საკანონმდებლო ორგანოსთან და რაღაც ჯერ მოხდა სტატუსის მინიჭება და ეხლა რასაც საუბრობდა მესმის ძალიან ძირეული პრობლემაა რომ საგადასახადო კუთხით მაინც მოხდეს მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავების გაწევა რა თქმა უნდა იქ ახალისებები უნდა ხდებოდეს ვინით დაკმაყოფილება ალბათ სწავლის საფასურის ფასიანი უნდა იყოს აღირიცხოს რამდენი მრავალშვილიანი ჩვენ ვეძებდით და არასდროს სტატისტიკა რამდენია თავისთავად ეს აღრიცხვა არ ხდება ამის და პირველ რიგში უნდა მოხდეს აღრიცხვა რომ მე შეეცადო რა დაეხმარო რა თქმა უნდა მე უკვე გამოიყურებია ბევრი ოჯახებია მართლა თუხჭირაში მყოფი და ეხლა ცოტა არ იყოს მათთვის ეს ჩემი გამოსვლა რაღაცნაირად არ მინდა გამაღიზიანებელი იყოს იმიტომ რომ დედას ეხლა რომელსაც 1-2 შვილი ყავს და იმ ორ ბავშვს ვერ ყვებავს და შენ მეუნები რომ გააჩინე ეს ამდენი შვილიო ცოტა არ იყოს შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს მაგრამ ჩვენ ვამბობთ რას ქვეყანაში არის ოჯახები რომელთაც აქვს საშუალება რომ ცოტა მეტი შვილი გააჩინოს მაგაში გეთანხმებით იცით რა შეასახმე ქვეყანაც არიელდება ხალხმა ეს პრობლემა არის ძალიან დიდია სიკვდილიანობა ნაკლებია შობადობა ძალიან დიდი რაოდენობით ახალგაზრდები მიდიან საზღვარგარეთ სწავლობენ და იქ რჩებიან ხო ნუ გააროს კვლევას თუ ვიხემძღვანელებთ 2050 წელს შესაძლოა ვიყოთ ნახევარი დარჩენილი ბაზა რა საქმეს აკეთებთ ჩვენ დავესწარით თქვენ საქართველოს შეუძლია ის უნდა გააკეთოს საქველმოქმედო აქციასთან დაკავშირებით მოდი რომ მოვასწროთ და ვთქვათ ჩვენ დავესწარით თქვენ საქველმოქმედო აქციას და მოდი ვნახოთ სიუჟეტი ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი რომ თქვენს აქციას შევეუდგეთ ძალიან კარგი პროექტი, რომელსაც ახლა თქვენ ესწრებით აქ პროექტის გახსნას თბილი ზამთარი, ეს ამას ატარებს ორგანიზაცია გენი ქართული და გრიგოლ ხანძთელის ფონდი. ჩვენი მიზანია გავაწყოთ ზამთარში ის ბავშვები, ვის ოჯახებსაც არ აქვს საშუალება, რომ შვილებს შეუძინონ თბილი ტანსაცმელი. აქცია მოიცავს ორი ეტაპისგან შედგება. პირველი 3 დღეა ტანსაცმლის მიღება. მსურველებს, ვისაც აქვს სურვილი, რომ დაეხმაროს სხვა ადამიანებს და სხვა ბავშვების ზამთარი მეტნაკლებად უზრუნველყოფილი იყოს ამ თბილი ტანსაცმლით, მოაქვს ტანსაცმელი, ვისაც სურვილი აქვს რეგისტრაციას გაივლის და თვალსადევნებს მისი ტანსაცმელი, მისი მოტანილი ტანსაცმელი, ვის ერგება შემდეგ წილად ვინ წაიღებს. და მეორე ეტაპია უკვე 23-დან გაიხსნება მაღაზია მესამე სართულზე, სადაც მსურველები წაიღებენ სასურველ ტანსაცმელს. მომეწოდე კოდი მოტანილ ტანსაცმელს, ესე იგი ვანიჭებ ჩვენ შტრიხკოდს, ვისაც სურვილი ექნება, რომ გაიგოს თუ ვინ მიიღო მისი მოტანილი ტანსაცმელი, მინიჭებული კოდით შეგვიძლია გავიგოთ ვინ წაიღო და მსურველს გავაგებინებთ. ჩვეულებრივ საქმეს აკეთებთ ნამდვილად და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა. როგორ კიდე თუ აპირებთ ბავშვების გაჩენას? რაღაც სახალხაზე ხართ რა მე მგონი. იმდენად ისა ვარ ჩეჩოულები ამ მდგომარეობას და თვითონაც გრძნობ რომ ახალგაზრდები ვართ რომ აი პატარა რო ყავს და შენც გრძნობ რომ ამ დროს ახალგაზრდა ხარ რადგან შვილოსნობის უნარი გაქვს და ალბათ ეს დიდი სტიმულია რომ იყო რეალიზებული და ისეთი აქტიური ცხოვრება. გამორიცხული არ არის. არა რა თქმა უნდა კი რა თქმა უნდა. კეთის ვიცით ორი კიდე რომ მინიმუმ ორი კიდე რომ უნდა გააჩინოს 7
რამხელები იყავით, როცა პირველი ბავშვი გაგიჩნდა? 19 წლის. 20 წლის. ნუ შენ ალბათ 3 წლის, 19-ის. არც ძალიან დიდი იმედი მაქვს. მომავალს უკვე 8. ნება ითანამშრომლებს და ამ შეღავათებს და რაც გვეკუთვნის სტატუსს თუ მოგვანიჭებს, რა თქმა უნდა, ჩვენს მეცსაც გავაჩენთ და ახალგაზრდებს გამრავლდებით. საფიქო იზროა გავაჩინოთ. მე ვფიქრობ ხელისუფლება აუცილებლად ჩაერთვება და რაღაც ნაბიჯებს გადადგამს, რომ გაუმჯობესდეს ეს მდგომარეობა დღევანდელი საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი მოწვევა. ძალიან დიდი მადლობა, რომ შვილებით მოხვედით და ეს უპრობლემოდ გააკეთეთ, ესე მსუბუქად. ჩვენ სულ